საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე ჩვენი ქვეყანა, მათ შორის განათლების სისტემა ძალიან დიდი რთული გზა გადალახა. ადრეც ჩვენი მუშაობის დროს იყო ასეთი პერიოდი, მე ზუსტად მახსოვს, ჩემი პირველი ხელფასი იყო 7 მილიონი კუპონი. ამ მიმდინარე დროისათვის ეს ძალიან დიდი ცვლილება მოხდა. ეხლა პირველი ივლისიდან შაშანდელი, როცა მნიშვნელოვნად გაიზარდა მასწავლებლის ხელფასი, ეს პრესტიჟული გახდა, ეს დაეხმარა, რომ პრესტიჟული გახდეს მასწავლების სპეციალობა. უმეტესად გაიზარდა სახელმწიფო ენის სწავლის მიმართულება, მნიშვნელობა და სწავლების ხარისხი. იმის ძალიან კარგი მაგალითია ის, რომ ადრეც ჩვენი კურსდამთავრებულები ჩაბარენ და სწავლობენ სხვა ქვეყნების, სასონხეთის, რუსეთის უმაღლეს სასწავლებელში. ეხლაც 180 გრადუსით შეიცვალა ის მიმართულება. ამჟამად ჩვენი კურსდამთავრებულები ჩაბარენ საქართველოს უმაღლეს სხვადასხვა სასწავლებლებში და შესაბამისად იმისათვის შეიძლება ძებნენ შესაბამისი სპეციალობით სამსახური და უმეტესობა ეხლა მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით. სკოლამ, მათ შორის ჩვენი სკოლამ, დიდი გზა გადალახა 20-30 წლის განმავლობაში. ადრეც და ამჟამანდელი დრო არ შეიძლება რომ შეადარებენ. იმიტომ რომ იმ დროს საკმარისი ინფრასტრუქტურული მდგომარეობა არ არსებობდა. ამჟამად თანამედროვეა უმეტესობა და ყველაფერი. ეხლა ჩვენ მუშაობთ ავტორიზაციის გადადის მიმართულებით, გამოჯობესებთ ინფრასტრუქტურა, სწავლების ხარისხი, თანამედროვე რესურსების გამოყენება და შესაბამისად ყველა ეს საერთოდ გამოვიყენებთ, რომ წარმატებით ჩვენმა სკოლამ გაიაროს ავტორიზაცია. სკოლას აქვს დიდი ისტორია. ჩვენი კურსდამთავრებულები წლების განმავლობაში უკვე 1965 წლიდან დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი ხელმისაწვდომი მუშაობის გამოცდილება აქვს. მუშაობენ მთელი ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაციებში, სხვადასხვა მიმართულებით, გვაქვს მეცნიერები, გვაქვს ოსტატები, გვაქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის სპეციალისტები და სხვა. ჩვენი მიზანი რა არის? ჩვენი მიზანი არის ის, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები გახდნენ ქვეყნისათვის სარგებელი ადამიანები. იმის, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენი ძალა, ჩვენი სამსახური მიზანშეწონილად იყო. თანამედროვე თაობა უკვე კარგად იცის სახელმწიფო ენა. უკვე მნიშვნელობა გასაგებია ჩვენი მოსწავლებისათვის, ჩვენი ბავშვებისათვის, რომ როცა ძალიან კარგად ინტეგრირებული გახდნენ ქვეყნის მასშტაბით, საკმარისი მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს სახელმწიფო ენა. განსაკუთრებით პარალელურად მშობლიური ენა. ჩვენი სკოლა უკვე 1 წელია ჩართულია ბილინგური სწავლების მიმართულებით. გვაქვს ერთი სპეციალისტი
ბილინგურის განათლების მიმართულებით და ეფექტურად დაბალ კლასებში, დაწყებითი კლასებში ჩაბარებენ ორენოვან გაკვეთილების სომხურად და ქართულად. ჩემთვის კიდევ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩემი დირექტორად დანიშნულების დღიდან დღემდე ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა ჩემთან. იმიტომ რომ ჩემი თაობა ამჟამად თითქმის არ იცის სახელმწიფო ენა. ჩემთვის კიდევ რთული იყო დირექტორად მუშაობის პროცესი, რადგან 2002 წლიდან მეც არ ფლობდა ისე სახელმწიფო ენა, როცა დღეს. გამარჯვების გარეშე თითქმის სხვა სიტყვები, სხვა წინადადები ჩემთვის არ იყო გასაგები. მაგრამ 2010 წლიდან უკვე ვსწავლობდა ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში. ჩემს მიმართ მე მეტად მუშაობდა იმ მიმართულებით, რომ საკმაოდ ვფლობ სახელმწიფო ენას. ამავდროულად კიდევ მე ჩემზე გავაგრძელებ მუშაობა ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ძალიან დიდი ცვლილება მოხდა კანონმდებლობის სფეროში, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. 15-20 წლის წინ არც ისე კანონმდებლობის მიმართულებით გამოცდილება ასე სიღრმისით არ იყო საჭირო, მაგრამ ამ დროისათვის კანონმდებლობის ცოდნა, სხვადასხვა სასწავლო პროცესის, ეროვნულ სასწავლო გეგმის, შრომითი კოდექსის და ყველაფერი კანონმდებლობის პროექტის ცოდნა საჭიროა კანონმდებლობით მუშაობისათვის, დადგენილ წესით მუშაობისათვის. მე იმედი მაქვს, რომ მომავალშიც უფრო მეტად ინტენსიურად გაიზარდება ჩემი ფლობის დონე, კანონმდებლობის ცოდნის დონე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ასე თანამდებობრივი პირი, არა მარტო ჩემი მნიშვნელობა სკოლის შიგნით არის თვალსაჩინო, არამედ სოფლის თემის განვითარებაზე. იმიტომ რომ სხვადასხვა დახმარება სჭირდება მოსახლეებისათვის, სხვადასხვა მაგალითად სოფლის განვითარების პროგრამაში კიდევ დამატებით ადამიანური რესურსი საჭიროა, რომ მთავრობას წარადგინეთ პრიორიტეტული პრობლემები სოფლის განვითარებისათვის.